არის ბაზიდან სამოქალაქო ტრანსპორტის გასვლისთვის ტექნიკას პიროვნებას მის მანქანების გამშვების საკონტროლო პუნქტი on the map over here where the vehicle is supposed და ამის შემდეგ გადის შესაბამის საფეხურებს. მოდით ვახ. Building. Here you'd have like the barber shop and the fuel station in front of it. Already platoon phases. Right now for our orientation, village Torabi. ბატალიონის სწავლების ძალიან ფაზას დროის გათვლას. So this was when private trainings was held. რამის 12 საათიდან უკვე It's gonna end like 29th of August. He just said you can't talk. Commanded by Brigadier General Maniv, here to your left, to our Warhawk team to talk a little bit about their partnership. So Marcus Wright, he's the on your folders is a Realism and max benefit to the rotation. Live, virtual, and constructive. So although we have just live firing platoon, and we also bring. So welcome. My name is Norm Wimpy. I am so. If you have any questions for the TAF, the main tool that we use for this exercise. On that other screen over there, you can see one town that already got up, Schwinn. So they're actually, and what we can do is we capture and we can actually provide that. Staff here with all mission command systems. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში, სადაც ჩვენი სამხედროები ამერიკელებთან ერთად გადიან ეგრეთ წოდებულ გადასროლის წინა სწავლებას. ეს სწავლება ერთი თვე გრძელდება ადგილზე, შემდეგ უკვე შეასრულებენ ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიას ავღანეთში. აქ პრაქტიკულად ყველანაირი არსებობს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მაქსიმალურად აიღმაღლონ ქართველმა სამხედროებმა თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი. ჩვენ მქონდა ასევე შესაძლებლობა ამერიკელ გენერლებთან ერთად განგვეხილა შესაძლებლობა იმისა, რომ გადასროლის წინა სწავლებები ჩავატაროთ უკვე საქართველოში და ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ითვალისწინებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და კვალიფიციური კადრების ყოლას, ასე რომ ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით რეგიონში უპრეცედენტო შესაძლებლობებს, სადაც როგორც ქართულ, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ექნებათ მომზადების, ამაღლების, საუკეთესო პირობების საერთაშორისო მისიების
განხორციელებისთვის. გერმანიაში გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების საჩვენებელ სწავლებას დავესწარით. ქართველი და ამერიკელი სამხედროები წვრთნებს ერთად გადიან და მისიასაც ერთმანეთის მხარდამხარ ასრულებენ. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ქართულ სამხედროებს და ქართულ ხალხს გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩემთვის დიდი პატივია გერმანიაში მინისტრ იზორიასთან და გენერალ-მაიორ სანბორნთან შეხვედრა. ჰოჰენფელში მდებარე მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ქართული ქვედანაყოფის მისიისთვის გადასროლის წინა საჩვენებელ სწავლებას დავესწარით. ქართველი ჯარისკაცების სწავლებას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად გადიან. ეს წვრთნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ღრმა და ძლიერი პარტნიორობის სიმბოლოა და გვიჩვენებს თუ როგორ ემზადება საქართველო ნატოს მომავალი წევრობისთვის.